Hello there. მოგესალმებით. იცით თუ არა, რამდენი გრამატიკული დრო აქვს ინგლისურ ენას? დიახ, 12. და ისინი სამ ძირითად დროის პერიოდს მიუთითებიან. ასე მაგალითად, გვაქვს 4-ნაირი წარსული, 4-ნაირი ახლანდელი დრო და 4-ნაირი მომავალი დრო. და პირველი გრამატიკული დრო გახლავთ present simple, იგივე ახლანდელი მარტივი დრო. ამ გრამატიკულ დროს ვიყენებთ ისეთი მოქმედებების გამოსახატად, რომლებიც წარმოადგენენ ცხოვრებისეულ მუდმივ სიტუაციას ან რუტინას და ამას მაგალითებში ვხვდებით. დროის საწარმოებლად კი ვიყენებთ მზის საწყის ფორმას, იგივე ინფინიტივს. ხოლო მხოლობით რიცხვში მესამე პირში ზნას ემატება სუფიქსი ესი. მეტად გასაგები რომ იყოს, დღეს ვაუღლოთ ზმნები live ცხოვრება, work მუშაობა და have ქონა ყოლა. და პირველი ზმნა გახლავთ ცხოვრება. I live in Italy. მე ვცხოვრობ იტალიაში. You live in Italy. შენ ცხოვრობ იტალიაში. She, he, it lives in Italy. ის ცხოვრობს იტალიაში. We live in Italy. ჩვენ ვცხოვრობთ იტალიაში. You live in Italy. თქვენ ცხოვრობთ იტალიაში. They live in Italy. ისინი ცხოვრობენ იტალიაში. შემდეგი ზმნა გვაქვს მუშაობა. Work. I work every day. მე ვმუშაობ ყოველდღე. You work every day. შენ მუშაობ ყოველდღე. She, he, it works every day. ის მუშაობს ყოველდღე. We work every day. ჩვენ მუშაობთ ყოველდღე. You work every day. თქვენ მუშაობთ ყოველდღე. They work every day. ისინი მუშაობენ ყოველდღე. შემდეგი მესამე ზმნა, ეს არის ქონა ყოლის ნიშნულობის ზმნა have. მაგალითად, I have a job. მე მაქვს სამსახური. You have a job. შენ გაქვს სამსახური. She, he, it has a job. მას აქვს სამსახური. დავაკვირდეთ მესამე პირის ყოველობით რიცხვთან ფორმა შეიცვალა ზმნამ, რადგან პრაქტიკაში have-ს არ არსებობს ის ფორმას იცვლის და აი ესეთი ფორმით უნდა დავმახსოვროთ, ვამბობთ has a job. She, he, it has a job. მას აქვს სამსახური. We have a job. ჩვენ გვაქვს სამსახური. You have a job. თქვენ გაქვთ სამსახური. They have a job. მათ აქვთ სამსახური. ახლა კი ეს წინადადებები გადავიყვანოთ კითხვით ფორმებში და ვნახოთ რა შეიცვლება. აქვე მინდა ერთი ხაზგასმა გავაკეთო იმასთან დაკავშირებით, რომ ინგლისურ ენაში წინადადების წყობა თითქმის არასოდეს არ იცვლება. წინადადების წევრები ყოველთვის ერთსა და იმავე პოზიციაში დგებიან, იქნება ეს თხრობითი, კითხვითი თუ უარყოფითი წინადადება. რაც შეეხება ახლანდელ მარტივ დროს, present simple-ს აქვს თავისი კონკრეტული კითხვითი წინადადების მაწარმოებელი ფორმულა და ეს არის do, რომელიც ცალკე აღებული, როგორც სიტყვა არაფერს არ ნიშნავს, ეს მხოლოდ აქ გვეხმარება შეკითხვის დასმაში. და ასე მაგალითად, do I live in Italy? მე იტალიაში ცხოვრობ? Do you live in Italy? შენ იტალიაში ცხოვრობ? Does she, he, it live in Italy? ის იტალიაში ცხოვრობს? კარგად დავაკვირდეთ. როგორც გითხარით, გვაქვს do დამხმარე ზმნა, თუმცა მესამე პირის მხოლობით რიცხვთან შენიშნავით, რომ ზმნას ესი აღარ აქვს და ესი დამატებულია do დამხმარე ზმნაზე. ხედავთ ხო თავში როგორ არის ის ყვითლად მონიშნული. Does she, he, it live in Italy? ეს ასე უნდა დავამახსოვროთ, მესამე პირის ნიშანია მხოლობით რიცხვში, რომ მესამე პირზე ვსაუბრობთ. ხოლო როდესაც უკვე დამხმარე ზმნას ესი დამატებული აქვს, თვითონ ზმნასთან არ გჭირდებათ კიდევ ეს სუფიქსის დართვა. Do we live in Italy? ჩვენ იტალიაში ცხოვრობთ? Do you live in Italy? თქვენ იტალიაში ცხოვრობთ? Do they live in Italy? ისინი იტალიაში ცხოვრობენ? შემდეგი კითხვითი ფორმა. Do I work every day? მე ყოველდღე ვმუშაობ? Do you work every day? შენ ყოველდღე მუშაობ? Does she, he, it work every day? ის ყოველდღე მუშაობს? კიდევ ერთხელ დახავთ ხო? Do-ს დამატებული აქვს მესამე პირის ნიშანი, ესი და თვითონ ზმნას ესი უკვე აღარ სჭირდება. Do we work every day? ჩვენ ყოველდღე მუშაობთ? Do you work every day? თქვენ ყოველდღე მუშაობთ? Do they work every day? ისინი ყოველდღე მუშაობენ?
შემდეგი ზნა ვავღოთ კითხვისწინებაში. Do I have a job? მაქვს მე სამსახური. Do you have a job? გაქვს შენ სამსახური. Does she, it have a job? აქვს მას სამსახური. აქაც თქვენი ყურადღება მინდა კიდევ ერთხელ გავამახვილო. Has გვქონდა თხრობი წინადადებაში, თუმცა რადგან S-ი დაერთვის დამხმარე ზმნას კითხვის წინადადებაში, უკვე has-ი ტრანსფორმირდა საწყის ფორმაში და გახდა ისე have. Do we have a job? გვაქვს ჩვენ სამსახური. Do you have a job? გაქვთ თქვენ სამსახური. Do they have a job? აქვთ მათ სამსახური. ახლა კი ვაუღოთ უარყოფითი წინადადებები და ისევე როგორც კითხვის წინადადებაში, აქაც გვჭირდება ჩვენ დამხმარე ზმნა, რათა გავუხატოთ რაღაც მოქმედება უარყოფოთ. მაგალითად, ვიღებთ ისე do დამხმარე ზნას, ვამატებთ სიტყვა not, რაც ნიშნავს არ და შემდეგ მოყვება ზნა საწყის ფორმაში. მაგალითებად, ჩავშალოთ I don't live in Italy. მე არ ცხოვრობ იტალიაში. დავაკვირდეთ don't აქ შემოკლებით წერია, რაც ნიშნავს do not. არ live ცხოვრობ. I don't live in Italy. მე არ ცხოვრობ იტალიაში. You don't live in Italy. შენ არ ცხოვრობ იტალიაში. She, he, it does not live in Italy. ის არ ცხოვრობს იტალიაში. ვამახვილებთ ისევ ყურადღებას does not შემოკლებით doesn't live in Italy. არ ცხოვრობს იტალიაში ვიღაც. We don't live in Italy. ჩვენ არ ცხოვრობთ იტალიაში. You don't live in Italy. თქვენ არ ცხოვრობთ იტალიაში. They don't live in Italy. ისინი არ ცხოვრობენ იტალიაში. შემდეგი ზნა ვაუღოთ უარყოფით წინადადებებში. I don't work every day. მე არ მუშაობ ყოველდღე. You don't work every day. შენ არ მუშაობ ყოველდღე. She, he, it does not work every day. ის არ მუშაობს ყოველდღე. We don't work every day. ჩვენ არ მუშაობ ყოველდღე. You don't work every day. თქვენ არ მუშაობ ყოველდღე. They don't work every day. ისინი არ მუშაობენ ყოველდღე. და ბოლო ზნა I don't have a job. მე არ მაქვს სამსახური. You don't have a job. შენ არ გაქვს სამსახური. She, he, it does not have a job. მას არ აქვს სამსახური. We don't have a job. ჩვენ არ გვაქვს სამსახური. You don't have a job. თქვენ არ გაქვთ სამსახური. They don't have a job. მათ არ აქვთ სამსახური. მგონი არც ისე რთული იყო, პირიქით ვფიქრობ საკმაოდ მარტივია, თუ კიდევ კარგად დაუკვირდებით ამ ყველაფერს. აქვე მინდა აღვნიშნო ერთი რამ, როდესაც ზმნის საწყის ფორმას მხოლობითი რიცხვის მესამე პირში ვუმატებთ სუფიქსს s, უნდა ვიცოდეთ მართლწერის წესები, რომლებსაც მომდევნო ვიდეო გაკვეთილში შემოგთავაზებთ. დღეს კი ამით დაგემშვიდობებით, ვიდეოს ბოლოს დაგიტოვებთ რამდენიმე მნიშვნელოვან ზნას, რომლებიც მინდა რომ წინასწარ ისწავლოთ. ჩვენ კი შევხვდებით მომავალ ვიდეო გაკვეთილზე. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, დროებით.